საკითხს მე გითხარით კიდეც რომ თქვენმა ოპონენტებმა სოლიდარობის ნაწილში გააკეთეს განცხადებები თქვენი მისამართით, როდესაც გუშინ გვიან ღამით თქვით რომ თუ ბათუმში იქნებოდით იმ დროს აუცილებლად შეუერთებოდით ამ აქციას, ასევე რომ მოგენდომებიათ სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია. თქვენ როდესაც სოლიდარობა გამოუცხადეთ, მაშინ ბათუმში უკვე იწვებოდა მანქანები. არავითარ შემთხვევაში, როდესაც სოლიდარობის ფრაზა სოლიდარობა გაიჭრა, დაახლოებით 15-10 წუთში მოხდა პირველი ვანდალური აქტის ჩადენა ბათუმის ცენტრალურ ქუჩაში. 3 წუთები იყო, როდესაც თქვენ ეს განცხადება გააკეთეთ და პირველი მანქანა უკვე დამწვარი იყო. მე ვიჯექი რუსთავი 2-ის ეთერში, ეს ერთი, მეორე მე პირადად რო ვიჯექი იქ, არანაირი მსგავსი ფრაზა არ მithქვამს, ძალიან კარგად უნდა იცოდეთ თქვენ თუ უყურეთ, არანაირი სოლიდარობის, ასე თქვათ, გამოცხადებას ჩვენ უყურეთ ბატონიკა, როდესაც თქვენ საუბრობთ პარალელურ რეჟიმში გადიოდა კადრები. მე შემიძლია ეს კადრები პარალელურ რეჟიმში აჩვენო მაყურებელს. გასაგებია რუსთავი 2-ის სტუდიაში ყოფნისას, ჩემი ჩართვის შემდეგ გავიგე, რომ იქ მოხდა ასე თქვათ მანქანების დაწვა და დაიწყო უმართავი პროცესები. და ჩვენი მეგობრები და ჩვენი კოლეგები სოლიდარობას კიდევ ერთხელ ვამბობ, უცხადებდნენ არა იმ ვანდალებს და ხულიგნებს და ბოროტმოქმედებს და კრიმინალებს, რომლებსაც დაარბიეს. ბატონიკა, არ ვიცი, იმიტომ არა, თქვენი სატელეფონო ჩართვა რუსთავი 2-დან აღებული და პარალელურად ჩანს კადრები თუ როგორ იწვის მანქანები. გასაგებია. და მე სად ვამბობ მე სოლიდარობას? თქვენი საუბრობთ ბატონიკა, საკმაოდ ცელი კომენტარი. საუბრობ რაზეც ახლა ვიტყვი. საუბრობ უმოქმედობაზე ხელისუფლების და მე მოუწოდე ხელისუფლებას მოქმედებისაკენ, რომ გამოსულიყვნენ და გაეკეთებიათ განცხადება. არა მხოლოდ ამაზე, ბატონიკა, თქვენ ამბობთ, რომ იქ რო ყოფილიყავით, აუცილებლად დადგებოდით ამ ადამიანების გვერდით. არა. მოვისმინოთ კომენტარი. დიახ, მოვისმინოთ კომენტარი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. პარტია, ყველაზე მსხვილი პარტია, 3-4 ქალაქში ანალოგიური პროტესტი რო გამოთქვეს, რაღაცა წამოიტყვეს ხელისუფლება, აღარ ივანიშვილი გაიქცევა ქვეყანა, არანაირი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი არ ყავს ამ ქვეყანას. დავიმახსოვროთ ეს ერთხელ და სამუდამოდ, ივანიშვილი არის თავიდანვე ყველაფრის. ეს სრულიად ბანალური, ტრივიალური საპროტესტო, ასე ვთქვათ, აქცია იმართებოდა დაახლოებით 10 საათის წინ. რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. ხო და სადამდე გადაზარდეს. ნაციონალურ მოძრაობა ახსენდებათ. ეხლა წამო ნაციონალურ მოძრაობა მე რო ყოფილიყავ ბათუმში მეც იქ ვიდგებოდი. ხალხთან ვდგებოდი და ყოველი მესამე ამორჩეველი ამ მოსახლეობაში ამ ქვეყანაში ნაციონალურ მოძრაობის არის. დიახ. მაგრამ ის ხა ნაციონალური მოძრაობა ახსენდებათ. იქ ნაციონალური მოძრაობის წევრიც არის, ლეიბორისტული პარტიის წევრიცა და სხვადასხვა პარტიის წევრებიც არიან. ნაციონალურ მოძრაობას ეს რომ უნდოდეს, ეხა წარმოიდგინეთ, ეხა ჩვენ ვართ პარტია, ყველაზე მსხვილი პარტია, 3-4 ქალაქში ანალოგიური პროტესტი რო გამოთქვეს, რაღაცა წამოიტყვეს ხელისუფლება, აღარ ივანიშვილი გაიქცევა ქვეყნიდან, მაგრამ სწორედ რომ პასუხისგებლობის მქონე ოპოზიციური პარტია და ეს არ გვინდა. თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, აი ანალოგიური რო გააკეთოს, ეხლა ნებისმიერმა პარტიამ წარმოიდგინეთ რა იქნება. მართლაც ხალხის პროტესტი როდესაც არის და ხალხი გამოდის იმისათვის რომ მთავრობა ელაპარაკოს და კონსენსუსთან მივიდეს, ერთადერთს რასაც იწევს ხელისუფლება ეს არის ხელკეტი, გაზი, დარბევა. მე პირველ რიგში მართლაც სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ჩემ ბათუმელებს, ჩემ აჭარელებს, ტოლაჭარის მაცხოვრებელს, სამწუხაროდ არ ვიმყოფები მე ქალაქში. გავაგრძელოთ საუბარი, იქ იქნებოდა მე გავაგრძელებ თუ შეიძლება, ეხლა მე უნდა გავაგრძელო. დიახ, მე რო ბათუმში ყოფილიყავი, იმ 5 საათზე, 6 საათზე, 7 საათზე, როდესაც ადამიანები ძალიან მშვიდობიანად ითხოვდნენ პასუხს ხელისუფლებისაგან, მე მათ გვერდით ვიქნებოდი და ვალდებულიც არის ნებისმიერი პოლიტიკოსი, როდესაც მშვიდობიანი აქცია იმართება, ამ ხალხთან მივიდეს და როგორც მინიმუმ მოусმინოს რა აწუხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ და ნუ ცდილობთ ძალიან ასე ვთქვათ, ცირად დაუკავშიროთ ორი სხვადასხვა ფაქტი ერთმანეთს. ერთი იყო მშვიდობიანი აქცია, რომელიც იმართებოდა მართლმშვიდობიანად, მაშინ გადაახვიეთ 6 საათზე, 7 საათზე რა ხდებოდა. ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში და როგორ გამოთქვამდნენ პროტესტს. იქ შეკრებილი დაახლოებით 30-40 ადამიანი. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ საღამოს 2 საათზე. მაგრამ საერთოდ როდის დაიწყო ეს პროტესტი? დაახლოებით როგორც აღმოჩნდა 3 დღის წინ ვიღაც გვარად ბატონი ღოღობერიძე, რომელიც არის დაუძინებელ ოპოზიციაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ასე ვთქვათ, ბათუმში, მას დაუწყია ეს საპროტესტო აქცია 3 დღის წინ. და თქვენ ნახეთ ამის ვიდეო მასალა